რეგიონული განვითარების მინისტრი ქარალის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებს გაეცნო. სოფელ ბრეთში მალე დასრულდება თანამედროვე სპორტ დარბაზის მშენებლობა, რომელიც საჭიდაო და სატრენაჟორო დარბაზებს გასახდელებს, სამედიცინო და ადმინისტრაციულ სივრცეებს მოიცავს. დაგეგმილია სპორტსმენებისთვის განკუთვნილი სასტუმროს მშენებლობაც. პროექტის ღირებულება დაახლოებით 6 მილიონი ლარია და წელს დასრულდება. დაბა აგარაში კი კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის დასრულებაც უკვე 2026 წელს იგეგმება. პროექტის ბიუჯეტი 1,770,000 ლარს აღემატება. ორივე სამუშაო რეგიონის განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ტარდება. ობიექტი თვითონ გათვლილია დაახლოებით 4,000 ბენეფიციარზე, ასევე დღეს დავათვალიერეთ დაბა აგარაში კულტურის ცენტრის მშენებლობა რეაბილიტაციის მიმდინარეობა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 1,700,000 ლარს შეადგენს. მოსახლეობა ისარგებლებს ამ უნიკალური ცენტრით, რომელიც დაფინანსდა რეგიონული განვითარების ფონდიდან. ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. მოსახლეობას გაუჩნდება ერთ-ერთი კულტურული ცენტრი, რომელიც მოემსახურება არა მარტო აგარას და არა მარტო ქვენატკუცას მიმდებარე სოფლებსაც, რა თქმა უნდა.